გამარჯობა. მადლობა მოწვევისთვის სოციალურ-კულტურული კვლევების ინსტიტუტს, რომელმაც მეაქო მიწვია სალექციო კურსის პარალელში, რომელსაც ქვია საბჭოთა პარადიგმები. მე მიხეილ სვანიძე. და მე მთხოვეს ამ საბჭოთა პარადიგმების პარადიგმაში ლექციის მომზადება. მართალია ეს კონკრეტული ეს თემა რაც ძირითადად სტარტები ჩემი პირდაპირი ახლანდელი კვლევის ინტერესი არ არის, მაგრამ ოდესღაც ეს იყო. მე როცა შემოთავაზეს ლექციის ჩატარება, გამახსენდა რომ სადღაც 5-6 წლის წინ, 5 წლის წინ ალბათ მე მომზადე მოხსენება მიახლოების გავსი თემის, რომელიც ჩავატარე ახალციხის უნივერსიტეტში 2009 წელს მე მგონი და ეხლა შევეცადე გამახსენებინა მაშინ რა ვილაპარაკე რა და ცოტა შევეცადე ჩემი ცოდნა გამახსენებინა და რაღაც ახალი რამე წამიკითხა და ასე გამოვიდა ეს მოხსენება. რატო სტალინიზმი და რატომ ეს ასპექტები და რითი ეს მოხსენება აქტუალური დღეს. შემიძლია ყოველი მოხსენების დროს, ან ყოველი ასეთი შეხვედრის დროს უნდა ვიფიქროთ ამდენად ეხმაურება ის რაც ვლაპარაკობთ აქტუალურ პოლიტიკურ პროცესებს. პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ეს კითხვა რომელსაც მე პირდაპირ ახლა წინასწარ ვერ უპასუხებ, მაგრამ შევეცდები მოხსენების დროს. და ასევე გთხოვთ რომ თქვენ შეგიძლია იფიქროთ თქვათ რატო არის ეს დღეს საინტერესო რითი პასუხობს იმ სოციალურ კითხვებს, რომელიც ჩვენ შეიძლება გაგვიჩნდეს თქვათ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ან სოციალურ ვითარებაში. როგორც მოხსენების სათავიდან ჩანს, რატო რა თქვით ხო? ანუ ეს არის სტალინიზმის კულტურული კონტექსტი და სტალინიზმის ყოფა და კულტურული კონტექსტი. როგორც ამ სათავიდან ჩანს, მე აქ უფრო ვცდილობ, უფრო მეტად აღწერო არა რა იყო სტალინიზმი, რა იყო კოლექტივიზაცია, რა იყო მისი პარადიგმა სოციალიზმის ცალკე აღებული ქვეყანაში, ან რეპრესიები, რა იყო 20 წელს რა ხდებოდა და ასე შემდეგ. ამ კითხვას საკმარისად მუშაობენ სხვები, ბოლო დროს კიდევ უფრო მეტი კითხვა იჩნდება ამ თემაზე, ანუ კითხვა რა, ანუ ფაქტების პოვნა. როგორ ვიპოვოთ, უფრო მეტი დასტური, უფრო მეტი ფაქტი. და მე შევეცადე ყურადღება გამომახვილებინა კითხვაზე როგორ. ანუ როგორ ეს კითხვა როგორ დავყავით სამ ნაწილად. როგორ აწვდნენ ბელადები, ან მაშინდელი ლიდერები, პოლიტიკური ლიდერები თავიანთ პოლიტიკურ დისკურსებს საზოგადოებას და ასევე მათ უშუალოდ დაქვემდებარებულ პირებს და ასევე საზოგადოებას, თქვათ ფართო მასებს, როგორც მაშინ ამბობდნენ და ეხლა შეიძლება. და მეორე, როგორ იყო იმპლემენტაცია ამ პოლიტიკურ დისკურსების, თქვათ, საშუალო მენეჯმენტზე, როგორ იგებდნენ ისინი ამ, თქვათ, ამ მესიჯებს ან როგორ ახერხებდნენ ამ ყველაფრის შესრულებას, ან ვერ ახერხებდნენ. და მესამე არის როგორ ახერხებდა ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც არ არის ფუნქციონერი, ან არის დაბადების ფუნქციონერი, ამ ყველაფერთან ამ განყოლებას. სიტყვით ეს არის რაღაც ესე იგი სოციალური ისტორიის რაღაც ცდელობა, სოციალური ისტორიის აღწერის კიდევ ერთი ცდელობა. ჩემი მოხსენების სტრუქტურა იქნება ასეთი, თავიდან უნდა აუცილებლად შევხედოთ სტალინიზმის და სტალინიზმის მოძლიერების პოლიტიკურ კონტექსტს. აუცილებელია ეს, რომ გავიგოთ რა თავისებურებები ახასიათებდა მას, რა პირობებში იქნა დაიძალას, რამდენად მოახერხა პოლიტიკური ცენტრალიზაცია და სხვა კომუნისტურ პარტიაში, საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში, სხვა ალტერნატიულ მიმდინარეობებში როგორ იბრძოდა თქვა სტალინმა, პირადად სტალინმა და როგორ ჩამოყალიბდა სტალინიზმი და ნეპის წინააღმდეგ. აუცილებელია ნეპის ანუ ახალი ეკონომიკური პოლიტიკის დახასიათებაც ხდება და რა გავლენა იქონია მან შემდეგ უკვე სტალინზე თუ სტალინიზმზე და ასევე რა გავლენა იქონია მან ჩვეულებრივ მოქალაქეებზე სტალინიზმის დროს. და შემდეგ რიგრიგობით გამოყოფ შეიძლება გამოყოფ ერთმანეთისგან ერთადერთი იმ სამ როგორს რაც ვილაპარაკე მე მათ უწოდებ ერთ ციფრით რომ ვთქვათ ეს არის კომუნიკაცია, იმპლემენტაცია და ადაპტაცია.
ერთი მეთოდოლოგიური და შეიძლება ითქვას ისტორიოგრაფიული შენიშვნა ის საბჭოთა კვლევის ისტორიოგრაფიაში გამოყვეს ორ მიმართულებით რომელიც ორი მიმართულება ნუ ესეთი ძალიან მარტივი რაღაცა არის ორთოდოქსული ტოტალიტარული ერთი და რევიზიონისტული სადაც პირველში ორთოდოქსულ ტოტალიტარულში არის სახელმწიფო სტალინისტური სახელმწიფო განიხილება როგორც საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტის გაკონტროლებელი ხო და შესაბამისად საბჭოთა სახელმწიფოს აღწერა მათთვის ასე ამ სკოლისთვის ნიშნავს საბჭოთა საზოგადოების აღწერას. ხოლო საბჭოთა სახელმწიფოს აღწერას ტოტალიტარიზმის პერიოდში ნიშნავდა საბჭოთა ბელადების აღწერას. იმიტომ რომ ისინი აკონტროლებდნენ ყველა ასპექტს ამ სახელმწიფოში. ადამიანის პერსონალისტური სისტემა იყო მათი ადრეთ. ბელადების რა? ბელადის. გასწავლე ამაზე წერს ძალიან ცნობილი მკვლევარი აგრარული საბჭოთა კავშირის ფიცპატრიკი რომ შეიძლება წააგავს საბჭოთა ისტორიები ამრიგად ბიოგრაფიულ ნარკვევებს და აიხსნება ეს თავიდან სტალინის ჰეგემონიით ხოლო შემდეგ ციურმის დასრულების შემდეგ კი წყაროების ციგარებით აიხსნებოდა რომ ეს ამიტომ იყო ბიოგრაფიული ნარკვევი მინუსი კიდე ის იყო ამ ასეთი თქვა მიდგომის რომ ლიდერი აღიქვებოდა როგორც ვაკუუმში მყოფი სხვა ინდივიდუალური აქტორები თქვა არ არსებობდნენ ამ ისტორიისთვის არ იყვნენ აქტუალურნი ასეთი ტიპის ამ სკოლისთვის არ იყვნენ აქტუალურნი და ხელისუფლება განიმარტებოდა ეს მექანისტურად როგორც თქვა სოციალისტური სისტემა სტალინის სათავეში ხოლო სტალინი ან ნებისმიერი სხვა ლიდერი თეორიულად რო თქვა უკვე მრავალხრივი ადამიანი მეტნაკლებად ადამიანური ფიგურის სახით იყო მოწოდებული და რაც შეეხება რევიზიონისტურ სკოლას ის ცდილობს უფრო დინამიკურად შეხედოს მოვლენებს დაინახოს სხვა აქტორების თქვათ და საზოგადოებრივი მოძრაობის და ძალაუფლების სხვა წყაროების როლი პოლიტიკურ პროცესში. რა თქმა უნდა მთელი ეს დებატები შეიძლება განიხილოთ როგორც სოციოლოგმა შეიძლება განიხილოს თქვათ სტრუქტურის და მოქმედების ან სტრუქტურის და ეიჯენსის დებატების ჭრილში. მოკლედ მე შევეცდები რომ ალბათ მაინც შევეცდები რომ რევიზიონისტი ვიყო დღესდღეობით. რადგან ასულობ არათქვათ სტალინის ბიოგრაფიის კიდევ ერთხელ მოყოლას რომელიც შეიძლება მინუს სხვა უკეთ მოყვეს შეიძლება. თუმცა რაღაც გარკვეული ისტორიული ფაქტების ჩამოთვლა აუცილებელია. Agăsat immis რომ 1921 წელს პარტიის მიათეყრილობაზე მაშინ რუსეთის კომუნისტური პარტიის ესე ერქვა რუსეთის კომუნისტური პარტიის ბოლშევიკების ჩვილებში ამ სტომაზე რელობაზე ორი მნიშვნელოვანი გაწყვეტილება მიიღეს. პირველი იყო ეგრეთ წოდებული სამხედრო კომუნიზმის გაუქმება. სამხედრო კომუნიზმი დღევანდელი გაგებით ეს იყო დღევანდელი გაგებით ესა საგანგებო მდგომარეობა ანუ დასრულდა სამოქალაქო ომი, მაგათი გაგებით სამოქალაქო ომი და გადასვლა ეგრეთ წოდებულ ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ნებს. ეს იყო ერთი მნიშვნელოვანი და მეორე მნიშვნელოვანი რაც მიიღეს მაშინ იყო რომ პარტიის უაღრესად მრავალფეროვანი შემადგენლობა მიიღო პოლიტიკური ერთობის დეკლარაცია. Osnovili ფრაქციონალიზმის წინააღმდეგ დეკლარაცია მათაწყვეტეს რომ პარტია იქნებოდა ერთიანი და არ იყო დრო დაყოფების. თუმცა ყველაზე მეტი დაყოფა ალბათ მაშინ დაიწყო, როცა ერთი პოლიტიკური შედეგი ან ყრილობის ბოლოს გამართულ არჩევნებში იყო სტალინის არჩევნებში ცენტრალური კომიტეტში არჩევნები ყოველ ასეთ ყრილობის დროს იმართებოდა და ამ არჩევნებში სტალინი გავიდა მე-6 ადგილზე მიიღო რა 300 რაღაც ხმა თქვა. ანუ უფრო ბევრი უფრო მაღლა აინაცვლა და შევიდნენ მისი ცეკაში შევიდნენ მისი ბევრი მომხრე. ხოლო ტროცკის ბევრი მომხრე ამ ცეკაში ვეღარ შევიდა. სტალინი იყო მაშინ სახკომნაცია, ანუ სახალხო კომისარი ნაციონალურ საკითხებში და მისი ერთი მოხსენება საკმაოდ ამოწმება საკმაოდ ისე მიიღეს ნორმალურად მაშინ. და მოკლედ ეს იყო სტალინის თქვათ რაღაცნაირი მანევრირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი პოლიტიკური მანევრირების.
ხო, რევოლუციას რა თქმა უნდა, ბევრი უშუალო ძალიან ისეთი საჭირო პრობლემა მოყვა, ეს მრავალწლიანი ომი სამოქალაქო ომის მერე ბოლშევიკებმა, რაც მოვიდნენ უკვე და ჩაიბერეს აბსოლუტურად დანგრეული გაბარტახებული ქვეყანა. და ასევე ის ძალა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ეს იყო პროლეტარიატი. პირველ რიგში ეს იყო პროლეტარიატი. და ანუ გლეხებიც, მაგრამ პირველ რიგში მაინც პროლეტარიატი. ანუ ეს არის მუშები, რომლებიც მუშაობენ თქვა რაღაც ინდუსტრიულ გარემოში. მათ არ ქონდათ საკმარისი ძალა საზოგადოებაში, რადგან ეს იყო აგრარული ქვეყანა, ანუ საკმარისი რაოდენობის არ იყვნენ. და მოკლედ ამ თუ სხვა მიზეზით ლენინმა გადაწყვიტა ნეპის გამოცხადება, რომელიც დასასრულს მერე ის ვეღარ მოესწრო. ნეპი ხშირად განიხილება როგორც ადარებენ ხშირად სოციალ-დემოკრატიულ მმართველობას. თუმცა ხა არ დავიწყებ ამ შედარების საყარგენებაზე ლაპარაკს. ანუ ლაპარაკი არის, როცა ეს არის მაინც ცენტრალიზებული ტიპის სისტემა, როცა არსებობს მცირე და კერძო საწარმოები, მაგალითად გლეხობაც. გლეხ შეუძლია გადაიხადოს გადასახადი და რაც დარჩება მოგება, გაგდოთ თავს რაც კიდეს და დარჩება რაც მოგება რჩება ის რჩება. ასევე შეიძლება იყოს თქვა ეს არტიზანი, მეწაღე თქვა რაღაც მცირე ზომის თქვა მეწისკვლელი და ასე ეგეთი ტიპის თქვა ინდივიდუალების არსებობას უშევდა ნეპი, ხოლო რაც მაშინ ხოლო და ეს ადამიანებიც ასეთი ტიპის საწარმოებში იყვნენ დასაქმებულები, თვითდასაქმებულები, მათ უწოდებდნენ ნეპმანებს. ბოლშევიკებისთვის ეს იყო კომპრომისი და გარდამავალი მდგომარეობა, არავინ არ იყო იდეოლოგიურად მაყოფილი ამ ნეპით, ლაპარაკი არის ლიდერებზე, ლენინზე და სხვებზე. ისინი ეჭვით უყურებდნენ ამ განვითარებას, წმინდი ბურჟუაზიის მათი აზრით განვითარებას. თვითონ ნეპმანები, ადამიანები, ვინც ამ ეკონომიკური აქტივობით იყო დაკავებულები, არც ისე პოპულარულები იყვნენ საზოგადოებაში. ერთ-ერთი სტატისტიკის მიხედვით 87%-დან მერყეობდა მათი რაოდენობა და აღწერებში მათ თავი ტერმინი არ ქონდა, საბჭოთა აღწერებში გამოყენება ან ესეთი ტერმინები შრომელი, დასაქმებული თქვათ პროლეტარიატი, გლეხი, დასაქმებული ანუ თეთრსაყელოვიანი თქვათ ინტელიგენტი იქნება ეს თუ რაღაც თქვათ სახელმწიფო მუშაკი ან რაღაცა და სხვა. ამ სხვებში გადიოდნენ ეს ნეპმანები. გასაგებია რომ შრომელები და გლეხები იყვნენ რევოლუციური ავანგარდი, შრომელები უფრო მეტად ვიდრე გლეხები. დასაქმებულები იყვნენ ბიუროკრატები, ინტელიგენცია, სახელმწიფო სამსახურში მყოფები თქვა და სხვა, ну ესენი საჭირო ხალხი იყო, საჭირო სტრატა, უშუალოდ პრასტლოიკა, საჭირო პრასტლოიკა. დანარჩენები ეს ყველა ერთად ეს იყვნენ რაღაც აი ეს არტელების მუშაკები, გლები, კაპიტალისტები, თეთრების განმონაშტები, კულაკები არ შეძლებული გლეხები, ბივში ეგრეთ წოდებული ანუ ძველები, შემორჩენილები, ეს ყველანი იყო ერთად შეხვედრები ამ კატეგორიაში. თუ 20% იყო ეს კატეგორია. და რადგან ბოლშევიკები თავს არა მარტო პოლიტიკურ, არამედ სოციალურ და კულტურულ რაღაცნაირად ავანგარდად თვლიდნენ. ბუნებრივი წინააღმდეგობა ჰქონდათ ამ ხალხთან და არა მარტო ბოლშევიკებს, არამედ ნეპის ბოლოსკენ, პერიოდის ბოლოსკენ გარჩა სპეციფიკური კარიკატურები, ნეპმანი. მაგალითად კომერციული სუქანი ტიპის ადამიანი, ეს არის ნეპმანი. ნეპი იყო დუალისტური ეპოქა, სადაც წინა რევოლუციამდელი პერსონაჟები დროებით დაბრუნდნენ. დაბრუნდნენ რაღაც საზოგადოებრივ სივრცეში. მაგალითად სამსახურის მაძიებელთან განცხადებები წილდა ხშირად წინსახტების. ანუ ყოფილი, ანუ წინა დროის, ანუ რევოლუციამდელი იგულისხმება ინტელიგენტური, ანუ გამოცდილი, იგულისხმება რევოლუციამდელი სამუშაო გამოცდილება. ან მაგალითად ყოფილი, თქვა წინა დროის ნოტარიუსი ეძებს სამსახურს. ან წინა დროის პატრიციული ქალბატონი, კლასная дама. ან გამოცდილი ინჟინერი პროფესიული სტაჟით. ინტელიგენტი გერმანელი ქალი და ასე შემდეგ. გაზეთების შესაბამისად აჭერებული იყო ეს საინტერესო იყო გაზეთებში ერთი და იგივე სივრცეში იყო ესეთი რაც კონსუმერისტული კაბარეები, ცეკვები, რაღაც დიდრული რესტორანები ერთის მხრივ, მეორე მხრივ იგივე გაზეთში თქვა მესჩანობის კრიტიკა, რუბრიკები პარტიული ცხოვრება, შრომის და რევოლუციური ყოფის გამონჯახტება და ასე შემდეგ. ეს დუალიზმი ნებს ახასიათებდა ძალიან აშკარად.
განსაკუთრებული პოზიცია ნეპის დროს დაიკავეს ეგრეთ წოდებულმა სპეციებმა, კონკრეტული მიმართულებების მიმდინარეობის ცოდნება, რომლებიც საჭირო იყო ამ თუ იმ პოზიციებზე. თუმცა აქაც ლენინის, გარკვეულწილად ლენინის, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ციტატა მზარაულ ქალზე, რომ მზარაულ ქალსაც უნდა ისეთი სახელმწიფო უნდა ისეთი სახელმწიფო სისტემა უნდა შევქმნათ, სადაც მზარეული ქალი, მზარეული ვთქვათ, ანუ მზარეული ქალი ქალსაც კი უნდა შეეძლოს, რომ მართო სახელმწიფო და განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული მემარცხენე, ანუ ლაპარაკი არის პარტიის შიგნით კიდევ მემარცხენე ფლანგის პოზიციები აღიზარებენ ამას, მაგალითად მუნაჩარსკი წერდა თავის ნარკოში ინტელიგენცია წარსულსა და წარსულში აწყოსა და მომავალში, რომ რაც მალე შევდოთ მათ გარეშე, ანუ სპეციების გარეშე მით უკეთესი არიან, ისინი არიან დახეიბრებული, ანუ ისკალეჩნეი დახეიბრებული არიან და მეტად უნაკლებად მეცნიერება მათ მიერ მოწამლულია. ანუ ალბათ იგულისხმება, რომ ამ სპეციალისტებს არ აქვს მეცნიერების ის იდეოლოგიური გაგება, რომელიც აქვთ ან აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პარტიულ მუშაკებს. 20 წლების ბოლოს იოსებ სტალინმა ნეპის სრული გამოაცხადა. მე ხა აღარ დავიწყებ ამ სივრცეში იმაზე ლაპარაკს რატო გამოაცხადა ნეპის დასასრული. ან ნეპის ეკონომიკურ წარმატებას და წარმატებების შესახებ ვერ ვილაპარაკებ ასევე. თუმცა შევეცდები, რომ ერთი სტატიის მიხედვით ნეპის მოშვის პოლიტიკურ მიზეზებზე ვილაპარაკოთ. მარკ ჰარისონი აყალიბებს სამ შესაძლო ვარიანტს, რომლის მიღებაც თქვა ნეპი დამთავრდა. ნეპის პოლიტიკური სისტემა დამთავრდა. პირველი იყო ნეპი არ იყო სამოვლო სოციალისტური ინდუსტრიული განვითარებასთან თავსებადი. შესაძლოა ნეპის გადაგდება და ცენტრალიზაცია იყო ეკონომიკური იმპერატივი, რაციონალური ეკონომიკური ასე ვთქვათ აქტი. მეორე გაგება არის რომ ნეპის მოშლა იყო პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, რომ პოლიტიკური ბრძოლის შედეგად რადგან გაიმარჯვა ერთის ძალამ, ის ვალდებული იყო ნეპი მოშლა, მოკლედ ეს იყო არა რაციონალური, არამედ პოლიტიკური ბრძოლის შიდა პარტიული პოლიტიკური ბრძოლის პროდუქტი. და მესამე ვარიანტი, რომელსაც ეს ავტორი ემხრობა, მარკ ჰარისონი, არის რომ ესე იგი ნეპს შეეძლო გარკვეული ნეპის ეკონომიკური პრაქტიკები შეეძლო ცენტრალიზაციასთან და ესე იგი ინდუსტრიალიზაციასთან შეეთავსებინა თავი, მაგრამ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ მაინც იძლევა. ანუ ეს არის რაციონალური და ირაციონალური ვთქვათ სათავის შერწყმა. ესე იგი, როგორც აღვნიშნეთ თავიდან, შეერთვის ამოხსენებაში არ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლა მაღალ ешელონებში, თქვათ პარტიის, მაგრამ მაინც აუცილებელია თქვათ აღწეროთ რა მოხდა. როგორც გასult 22 წელს ლენინი დასუსტა ფიზიკურად, ესე იგი მიიღო ინსულტი და პარტიაში დაიწყო ბრძოლა, პირველი ინსულტი არ უცვლელი ხდა რა. და პარტიაში დაიწყო ბრძოლა პირველობისთვის. და პირველ რიგში შეიწყო ბრძოლა სტალინსა და ტროცკის შორის. ეს იყო ეს ორი პოლიცია, რომელიც ტროცკი, რავი, ეს ცოტა სპეკულაცია არის მაინც, მაგრამ სავარაუდოდ მაინც სტალინი უკეთესი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, მოიშურა ტროცკი. შეეკრა ზომიერი პოზიციების მქონე შედარებით უფრო კამენიოს და ზინოვიოს, შემდეგ გადაინაცვლა უფრო ბუხარინისკენ, ანუ უფრო კიდევ უფრო ცენტრისკენ. ბუხარინი იყო ნეპის იდეების დამცველი და შემდეგ, როცა ტროცკი მოიშორა, ასევე ბუხარინი გადაინაცვლა პირიქით საპირისპირო მხარეს და ბუხარინიც იმდენს გაუყოლა, რაც ტროცკი და 28 წელს საბოლოოდ დახვრიტეს კიდეც ბუხარინი. თუმცა იქამდე გარიცხეს საცეკატი 30 წლების დასაწყისში, როცა კოლექტივიზაცია დაიწყო. 1928 წლიდან დაიწყო ეგრეთ წოდებული რევოლუცია ზემოდან. ბუხარინელობის და ეგრეთ წოდებული მემარჯვენე გადახრის, მომერწმენ მემარჯვენე უკლონის წინააღმდეგ ბრძოლა.
კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია. საჯარო განცხადებები ამ თემაზე, გადავდივარ უკვე მოხსენების შემდეგ ნაწილზე, ამ დეტალური არ ყოფილა ამ თემაზე. სტალინმა უბრალოდ გამაცხადა, რომ უნდა გავანადგუროთ კულაკები როგორც კლასი, ეს 29 წელს, დეკემბერში კომუნისტურ აკადემიაში გამოსვლისას. თუმცა კონკრეტული ინსტრუქციები არ მოყოლებია ამ განადგურების ამ პროგრამულ გამოსვლაში. ამას კი ისეთ შედეგი მოიტანა, იმდენად სასტიკი და საშინელი, რომ მოუწია რამდენიმე თვეში დაეწერა სტატია, უნდა ვიგულისხმოთ როგორც დირექტივა, რომელიც ერქვა ცნობილის ესეთ ცნობილი სტალინის გამოსვლა თავისუფლად წარმატებისგან. საერთოდ ეს წერილი თავისუფლად წარმატებისგან უნიშნულოვანესია საბჭოთა პუბლიცისტიკაში, მაშინდელში, როგორც საბჭოთა პოლიტიკური რიტორიკის ერთ-ერთი ძლიერი მაგალითი და დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან განსაკუთრებით ეს პოლიტექნოლოგიები და ეს პოლიტიკური მესიჯების წერა, ამისთვის სპეციალურად დახელოვნებული ადამიანების სივრცეა, პროფესიონალიზებული სივრცეა, მაშინ კი ესე არ იყო და თუმცა შეიძლება იყო, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ სტალინმა პირადად დაწერა. სტალინი წერს, ციტატა, პარტიის პოლიტიკური სტრატეგიის უდიდესი უპირატესობა არის ის, რომ მას აქვს უნარი ნებისმიერ მომენტში აერჩიოს მოძრაობის თავარი გოლი გამოყოფილია. ჩაებას მას ეს გოლი კი ქაჩავს მთელ ჯაჭვს საერთო მიზნისკენ. აი ეს იყო სტალინის ცენტრიზმის წყარო, რომ თითქოს პარტიის წიაღში იბადებოდა აზრი, კონსენსუსი, რომელსაც სტალინი მიყვება. და მთელი მისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ესე იყო, რომ ესეთ ილუზიას ჰქონდა, რომ ცენტრიდან იბადება რაღაცა აზრი, კონსენსუსი და ის მიყვება, ხოლო დანარჩენი მისი ოპონენტები ყოველთვის რაღაც ამ ჯაჭვის თავარ გოლს აცდელები არიან. ეს იყო მისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ტაქტიკა. ისტორიული განმავლობი კი მარტივი შემდეგი იყო, კოლექტივიზაციამ ძალიან ძირითადად იმოქმედა ხალხზე რეგიონებში და დიდი წინააღმდეგობას პოვა. საჭირო იყო გარკვეული შეჩერება ამ პროცესის. სტალინი ამ წერილში ჩამოთვლის კოლექტივიზაციის წარმატებას, ამბობს, რომ სოფლის მეურნეობიდან სოფლის სოციალიზმის შემოქმედების შეუცვლელი პროცესი არის უზრუნველყოფილი. შემდეგ კი აფრთხილებს კითხვას და საინტერესოა ვის ესაუბრება ეს რა თქმა უნდა ეს კითხვა ყოველ შევა როცა წერს ვისთვის წერს მაგრამ აფრთხილებს მოკლედ კითხვას რომ ზედმეტად მარტივ წარმატებებს მოაქვს ჩtildeოვანი მხარე ჩვენ კითხველები ვხედავთ ამბარტანები და გვიჩნდება ესეთი იდეა რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია სტალინი ამბობს რომ ეს არის მავნე ტენდენცია ჩვენ უნდა დავზრდეთ ეს ტენდენცია რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია და უნდა შევჩერდეთ და მოხდით რეფლექსია. ამ წერილში სტალინი და კომენტატორები წერენ ამას ძალიან დიდი ხაზგასმით ბევრჯერ უსვამს ხაზს, რომ კოლექტივიზაცია არის ვოლუნტარული პროცესი. რომ არ შეიძლება გლეხების დაძალება, რომ ცდებიან ადგილობრივი პარტიის ფუნქციონერები, რომლებიც ამას აკეთებენ. და ასევე აშკარავებს ზოგი საბჭოთა კავშირის ზოგი რეგიონის ქაღალდის კოლმეურნეობებს, ანუ ბევრი ადგილობრივი ფუნქციონერი კოლმეურნეობას აფორმებდა, უბრალოდ რომ აი ჩამოყალიბდა კოლმეურნეობა ქაღალდზე. ბოლოს კი სტალინი ამბობს, რომ გლეხების სოციალური ორგანიზაციის ფორმა უნდა იყოს არა ამხანაგობა არის ზედმეტად ესეთი ზედმეტად ვოლუნტარული, არც კომუნა, რომელიც არის სამოვალო იდეალი, არამედ არტელი, მოქალაქე და მოხალისეობრივი გაერთიანება. და აქ ერთხელ ჩანს სტალინის მისწრაფება დარჩეს ცენტრში, ანუ რაღაცნაირი ზომიერება ჭალებში გამოიჩინოს ნაწერებში. ისწრებს ამ სტატიის დასასრულს. არ შეიძლება მოძრაობისგან ჩამორჩენა. რადგან ჩამორჩენს ნიშნავს მასებს გამოეთიშო, მაგრამ არ შეიძლება წინ გაქცევას, რადგან ზედმეტად წინ წასვლა არის მასების დაკარგვა და თვითიზოლაცია. ყველას ვისაც უნდა რომ უხუმძღვანელოს მოძრაობას და მილიონიან მასებთან კავშირი ჰქონდეს, უნდა იბრძოლოს ორ ფრონტზე. ჩამორჩენილების და წინ გაქცეულების წინააღმდეგ. აქ ახლა რამდენიმე რამეს ახსენდა. პირველი შეფარებით აღიარებდა რომ კოლექტივიზაციას ზედმეტის ყოფილი მოყვა, არაფერი არ გამოვიდა თავიდან. და ამით ეს პროცესი მან შეანება ან შეაჩერა. წერილის გავყინების შემდეგ ბევრი კოლმეურნეობა დაიშალა და კოლმეურნეობებში გაწევრიანება და ახალი ახლების ჩამოყალიბება საგრძნობლად შეჩერდა. მეორე რომ ესე იგი მოხდენილად ბრალი დასდო შედარებით უფრო ასე პატრონზე უფრო შორს გაქცეულ
ზაღლებს, ანუ აი სტალინზე მეტ სტალინისტებს თქვათ და ამით არის და ბრავისა და პირადი რეპუტაცია თქვათ დაიცვა. და მესამე რომ განმტკიცა თავის პოზიცია როგორც თქვათ მასების ლიდერი, როგორც ბოლო ციტატაში მოვიყვანე და ეს იგი ის ბოლო ციტატა რაც თქვა, წინ გაქცევა არც თქვა წინ გაქცევა და არც საჩამორჩინაზე იმდენად ეკუთვნოდა თქვათ ადგილობრივ ლიდერებს, ის რაღაც პატარა სტალინებს. არამედ და იმდენად თავის თავს დიდს ძალის. და მეორე სტატია, რომელიც მე ამ ლექციის დროს მომზადებდი, ამკითხულობდი ამ სტატიის შესახებ, იმავე 1930 წელს სტალინის დაწერილი სტატია, რომელსაც ქვია ესე იგი ბოლშევიზმის ისტორიის რამდენიმე საკითხის შესახებ. ეს წერილი ჟურნალ პროლეტარული რევოლუციის რედაქციაში. ეს კი არის უფრო დღევანდელით, უფრო მეტად პოლისი წერილი, პოლისი დირექტივები, ეს და შედარებით ბევრად უფრო მკაცრიათაა დაწერილი. ამ წერილში ის აკრიტიკებს საბჭოთა ინტელექტუალებს და ამბობს, რომ საჭიროა ცენტრალური ხაზის გატარება მკაცრად. წერილში განხილულია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული წარსულის მარქსისტ-ლენინისტური ანალიზის და ამ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული წარსულის ერთ-ერთი სწორი ანალიზია დაფიქსირებული, რომელსაც უნდა იყოს აქსიომატური. თუმცა ეს არ იყო მთავარი ამ წერილში. მთავარი იყო ის, რომ როცა ეს ამ წერილის გამოსვლის შემდეგ ეგრეთოვანმა კულტურულმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს თათბირები, სადაც ლაპარაკი იყო, ესე იგი მტკივნეული თათბირებზე, რომ ამხანაგის სტალინის წერილიდან ორგანიზაციური დასკვნების გამოტანაზე. ეს იყო სია ამ ბევრი ასეთი თათბირი და პრაქტიკულად ნიშნავდა ირჩევდა ვინ დაესწრეთ თითოეულ ამ ორგანიზაციაში. ანუ ვინ არასრულებდა აქსიომატურად გარკვეულ მოთხოვნას, რომელსაც ისინი თვითონ წერდნენ. იგივე შეილა ფიცპატრიკის აზრით, სტალინის კომუნიკაციური ენა გამიზნულად იყო ზემოდაც ზოგადი და იდუმალი. და იგი გამიზნულად არ იყო არა აპარაკობდა დეტალზე და აქ მისი აზრით ის ბიზანტიურ სტრატეგიას აგრძელებდა ტრადიციას, სადაც მთავრობა იყო ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც შორეული უცნობი და შორეული ხალხისთვის ის უნდა ყოფილიყო იდუმალი, მათ ამბოცნობად დეტალების. მაგალითად იყო შემთხვევა, როცა სტალინმა გამოსცა რაღაც არაოფიციალური დირექტივები, საკმაოდ ძლიერი დირექტივები კულტურული პოლიტიკის შესახებ. თუმცა ეს არ იყო დაწერილი როგორც სტატია. და ლუნაჩარსკი, რომელიც მაშინ იყო განათლების კომისარის, ეხვეწებოდა, რომ ეს წერილი გამოიცათ, რადგან ჭალებში ხალხს ცოდნოდა რა იყო პარტიის გენერალური ხაზი ხელოვნების თაობაზე. მაგრამ სტალინმა ამაზე უარი თქვა მაშინ. ანუ მანდა რომ ხო და მესამე რიტორიკული ერთი ყველასთვის ბევრისთვის ალბათ ცნობილი ფრაზა, რომელიც სტალინმა წარმოთქვა სტახანოველებთან შეხვედრაზე უკვე 1915 წელს. ეს იყო ცხოვრება ხდება უკეთესი, ცხოვრება ხდება უფრო მშვენიერი, უფრო მხიარული ბოდიში. ეს ფრაზა წარმოითქვა 15 წელს და ბევრი ამას იხულოს როგორც ცინიზმს და არც არიან ალბათ ამაში აქცდებიან ეს ადამიანები. თუმცა უნდა განვიხილოთ კონტექსტი, მისთვის ეს იყო სტახანოველებთან შეხვედრა, ანუ ეს ადამიანები, ვინც მუშაობენ თქვათ კვირაში 80 საათი და ასე შემდეგ. თლიან მოხსენებაში, ან მოხსენების იმ ნაწილში, სადაც ეს ცხოვრება ხდება უკეთესი და მშვენიერი, ეს ხაზს უსვამს, რომ თავარი არის წარმოება და გრადი განვითარება. ადარებს რევოლუციას, საბჭოთა რევოლუციას, პარიზის კომუნას და აცხადებს, რომ რევოლუცია, საბჭოთა რევოლუცია არის ერთადერთი, რომელსაც არა მარტო დაანგრია კაპიტალიზმის ჯაჭვი და მის ხალხს თავისუფლება, არამედ მოახერხა მათ მატერიალური საშუალებების შეძლებულად ცხოვრებისთვის.
და ასევე აქაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხას ამ მოხსენებაში, როგორც ისე როგორც წინა მოხსენებაში თაბურცხოვა წარმატებებით, რომ ეს ახალნოველობა არის მოხალისეობრივი. არავინ არ აძლევს. ახლა რა შეიცვალა პირველი წერილიდან 30 წლიდან ეს იყო პირველი 5 წლები საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის პირველი 5 წლები ამ წარმატებიდან უკეთეს ცხოვრებამდე თაბურცხოვიდან უკეთეს ცხოვრებამდე ამისთვის გადავიდეთ უკვე შემდეგ ნაწილზე. კადრები წოდა ყველაფერს, მაგრამ ვინ არიან ეს კადრები? აქტივისტები, ახალი ბიუროკრატია, ავანგარდი, ოპორტუნისტები, კომუნისტები, ვინ არიან ეს კადრები? ასე იგი საბჭოთა კავშირი ოფიციალურად იყო მშრომელთა და გლეხთა სახელმწიფო, რომელიც ოფიციალური იდეოლოგია დეკლარირებული არის პროლეტარიატის დიქტატურა, ხო? რას ნიშნავდა ეს მუშებისთვის? რა თქმა უნდა, ისინი ზოგადად გარკვეულ უპირატესობას, რომ ფიქრობდნენ ამ ფსიქოლოგიურ უპირატესობას, რომ ისინი ასე ვთქვათ მართავენ და ცენტრალურები არიან სახელმწიფოსთვის, ხო? აქ იყო სხვა მხარეც. ბიუროკრატიის შენელობისთვის სახელმწიფოს მაინც ჭირდებოდა რაღაც კადრები და ორი მიზეზით უნდა ყოფილიყო ეს კადრები, სწორედ ეს პროლეტარიატიდან წამოსული, ხო? იდეოლოგიის საფუძველზე პირველი და მეორე რომ მათ აქვს რაღაც ცნობიერება და ესე იგი პარადოქსია ესეთი რომ ესე იგი შრომათათვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ ბენეფიტი იყო რომ ისინი მაინც აღარ საბჭოთა კავშირის მოსვლამ დააკეთა ისე ისინი აღარ იყვნენ შრომელები და გადავიდნენ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე და თეთრი საყალო გაიკეთეს. თუმცა ბოლშევიკი ლიდერებს ბუნებრივად ზრუნდათ მაინც ბიუროკრატია და სახელმწიფოს მთელი იდეაც იყო რომ მუშები თავად მართავდნენ სახელმწიფოს ამ ზედმეტი იმის გარეთ, ზედმეტი თეთრი საყალოების გარეშე. და თავად ტერმინი ბიუროკრატია საბჭოთა კონტექსტში და ალბათ დღესაც იყო შეურაცხყოფელი იუმორისტულ გაზეთებში ბუნებრივად ქვეყნდებოდა კარიკატურები ბიუროკრატებზე და ასე შემდეგ. მაგრამ იდეა მეორე მხრივ, რადგან ბოლშევიკები ეს იყო ავანგარდი, ეს იყო ახალი განათლება, ეს იყო ახალი, ვთქვათ, კულტურული რეალობა, კულტურული, ვთქვათ, ისინი იყვნენ ხო, ავანგარდი რა, პრინციპში. უნდა გარდაექმნათ მათ ხელახლა ამ ხელა სახელმწიფო, რომელიც არის ჩამორჩენილი სახელმწიფო აგრარული. რაღაც გარკვეული აპარატის ამისთვის აუცილებელი იყო და აღიარებდნენ კიდევაც ამ აპარატის აუცილებლობას. და მაგრამ ერთი ასეთი აპარატი ბიუროკრატიის უშუალოდ გარდა იყო ეგრეთ წოდებული აქტივი. აქტივი იყო და მე როცა ამის მოხსენებას ვაზრდებდი, გამახსენდა რომ რამდენი წლის წინ სანდრო კვიტაშვილი, მაშინ რექტორი, თსუ-ს რექტორი სტუდენტ აქტივისტებს უწოდებდა აქტივი, სად არის აქტივი, სულ ამბობდა აქტივი. ამით შეურაცხყოფას აყენებდა მათი დილეგიტიმაციას აკეთებდა ამ სტუდენტების. ყველა საბჭოთა ორგანიზაციაში მეტაკლებად პროფკავშირი იქნებოდა ეს თუ რაღაც კოლმეურნეობა ან სხვა გაერთიანება იყო რაღაც აქტივი. ანუ ეს არის აქტიური უმცირესობა, შეიძლება ახალგაზრდები, თუმცა არ არის აუცილებელი, რომლებიც ცდილობდა გააქტიურებინა და შესაბამისი იდეოლოგიური სარჩული ჩაედო შედარებით უფრო პასიური წევრებისთვის, ანუ უმრავლესობისთვის. ეს აქტივი თან ბიუროკრატები იყვნენ ერთი გაგებით, რადგანაც მათ ყავდათ უფროსები სადღაც პარტიის იერარქიაში. მაგრამ ამასთან ისინი აკონტროლებდნენ არსებულ ბიუროკრატიულ პოზიციაზე მყოფებს, ამჟამარებს და სხვა. ამიტომ მათი პოზიცია ორმაგად ძალაუფლებრივი იყო. და ხშირად იყვნენ ესენი ახალგაზრდები, ვინც უკეთავო რაღაც ამ წესრიგს ხარი. და ისინი პარტიისთვის იყვნენ პოლიტიკური პურცის სინჯავები, ამათო ვთქვათ კრიტიკულ მომენტში, ამათო იმ დაწესებულებასა ორგანიზაციაში. უფრო
შედარებით თუ მაღალ დონეზე, პოლიტიკურად მაღალ დონეზე, ფიცპატრიკი წერს, კომუნისტური პარტია გარკვეულ რიტუალისტურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. ეს წმინდა ორგანოებით, ესე იგი წმინდა წერილით, რომელიც იყო მარქსი, ენგელსი და ლენინი და მერე სტალინი და სტალინის ნებისმიერი გამოსვლა, მოციქულებით, წამებულებით და ასე შემდეგ. და პარტია გარიცხვა შესაბამისად ბევრისთვის ძალიან მძიმე იყო და ბევრი კომუნისტი ამას ემოციურად განიხილავდა და ირაციონალურად, როგორც ვთქვათ, მისი ღალატი, როგორც ვთქვათ, მისმა მამამ ამდე რაღაც ვთქვათ, მღვდელმა უმას უღალატა და გაარდა. ერთ-ერთი ახალგაზრდა კომუნისტი ამბობდა, ასე ამბობდა ციტატა, რომ ახლა დღეს 1 მაისის დღესასწაული მოდის, გადაფრული მოდის, მაგრამ მე ჩემს სულში ვქვითნებ. როგორ შეიძლება ყველაფერი ასე დაინგრეს? შეიძლება რომ მე ჩემი პარტიის წერი გავხდი, პარტიის რომელსაც მე ჩამომაყალიბა. არა, აქ არის ნამდვილად რაღაც შეცდომა. ეს წერს. ასე იგი, როგორც 30-იან წლები ეს იყო წმენდების მთელი სერია. აჩვენებია ადამიანებისთვის ესე იგი ელენ ბონერი იყო ერთ-ერთი საბჭოთა ფუნქციონერის მეუღლე თორსები და ის წერს რომ დანაშაულები შენ უნდა აღიარებინა არა ერთხელ არა დავალჯერ და მაგრამ ეს ანიშნავდა იმას რომ ეს დანაშაული რაღაცნაირად მაინც მოყვება თან დაყვება თან ეს დანაშაული სულ და თუ ნეპის დროს იმართებოდა დებატები თუ როგორ უნდა იყოს სასამართლო ძალიან ესეთი სერიოზული დებატები იმართებოდა იყოს თუ უნდა იყოს სასამართლო მიუკერძოებელი თუ კლასობრივად გაპირობებული და მაგრამ ეს იყო ნეპის დროს 30-იანებში ეს დებატები დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო შახტის ქალაქი შახტი ეს არის დონეცკთან ახლოს სასამართლო პროცესი აქ გაასტანარდეს და სიკვდილით დასაჯეს 50-ზე მეტი ინჟინერი, მთის ინჟინერი, სხვადასხვა დონის სპეციალისტი და სხვა ეგრეთწოდებული პროფესიონალი, რომელიც როგორც თქვით, ნეპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი იყო. სწორედ ეს პროცესი მოასწავლა ნეპის პროფესიონალების მიმართ ამ პროცესების ესკალაციას. სტალინი წერდა ამ პროცესის დროს პირდაპირ ტექსტით, რომ შახტადები ახლა ჩვენი წარმოების ყველა ნაწილში არიან. ყველა თქვათ ასპექტი მაშინ, სხვა წარმოებებში. ბევრი მათგანი გამოაშკარებულია, მაგრამ ძალიან ბევრი ჯერ არა. დარჩა ტერმინი სპეციალისტი მავნებელი. და შახტის სასამართლო იყო ამ მრავალი საჩვენებელი სასამართლოთაგან ერთ-ერთი პირველი. როგორც აღნიშნე, კოლექტივიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ სერიოზულ მოკლევადიან ესე იგი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენა კავშირი. 30-იან წლების დაწყისი ეს იყო ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე დუხჭირი პერიოდი ჩვეულებრივი ხალხისთვის და მაშინ როცა თქვათ ნეპის დროს ადამიანებს შეედოთ გარკვეული მარტივი მოხმარებისთვის საჭირო ნივთების ყიდვა ცოტა უფრო მერე 31 წლების დროს ანუ 28-დან 39 წლამდე ეს უკვე რთულდება და აქცენტი ნივთური აქცენტიც კი შეიცვალა და ლაპარაკი არის უკვე შოვნაზე. უფრო მეტად იყენებს შოვნა, რაღაცნა უშოვა. ედვიდან. და ხაშე დღესაც მე ისმის ეს ტერმინი, უფრო ხშირად მიუხედავად იმისა, რომ მეტაკლებად ჩვენთვის რა თქმა უნდა შესაძლოა ფინანსური იმ შემთხვევაში თუ ფული გვაქვს, შეგვიძლია ვიყიოთ, მაგრამ აი მაინც შოვნა ინვესტორად დარჩა ამ მარსელს. როცა თქვათ ადრე 30-იანებში ადამიანი ხედავდა რიგს, მაშინ ისდგებოდა რიგში. და მაგრამ მე კითხულობდა რა იყიდება, რას არიგები. იმიტომ რომ რასაც უნდა ყოფილიყო, ზედმეტი არ იყო ეს რასაც იმ რიგში იძლეოდნენ. და ნუ შესაბამისად რა თქმა უნდა ყავდა სხვადასხვა ტიპის არაფორმალური ეკონომიკა, ამაზე ახლა კიდევ უფრო დეტალურად ვიტყვი. ასე როცა მოისპო კერძო სექტორი სახელმწიფომ დაიწყო ეგრეთ წოდებული ნორმირებულად სხვადასხვა პროდუქციის დარიგება.
დაიგება რა გაკეთო, მაგრამ შედარებით უფრო იაფად, მაგრამ ეს საგნები არასდროს არ იყო საკმარისი, რადგან იყო დეფიციტი და რა თქმა უნდა, აქაც მქონდა პრივილეგიები, ჯერ პროლეტარიატს ურიგდებოდა ეს გადაცემები თქო თუ თქვა, რაღაც გინდა ბინები, შემდეგ ასე შემდეგ და ბოლოს იყო კლასობრივად უცხო ელემენტები. და ყველაფერი ხდება ნორმირებულად, მაგრამ როცა ეს ნორმირება, საბჭოთა ეკონომისტებისთვის არ იყო მთლად მისაღები, მაგრამ სხვა გზა არ ქონდათ, მაგრამ არ იყო. მაგრამ შემდეგ გაჩნდა კომერციული მაღაზიები, როცა ეს დარიგება, ნორმირებულად დარიგება არ იყო საკმარისი, ეს კომერციული მაღაზიები გაჩნდა, მაგრამ ესენიც იყო სახელმწიფო ეს კომერციული მაღაზიები. მაგრამ აქ ბევრად უფრო ძვირი ყიდა, თქვა, როცა ყიდა ფეხსაცმელი ჩუვალური მაღაზიაში 9 მანეთი, იყიდა თქვა 15 მანეთი. ყველი თქვა ორმაგი ფასი იყო და შემდეგ. მაგრამ აქაც ახლა ჯერტი ყველას არ ქონდა უნარი რომ იყიდა ამ ძვირფასად და ელოდებოდა. ფაქტობრივად ყველა საწარმოში გაჩნდა სპეკულანტები, რომლებიც გაქონდათ არარეგულარულად გასაკეთებელი პროდუქცია მაღაზიების გვერდით ავით. ეს სპეკულანტები იყვნენ როგორც ძალიან განვითარებული, ანუ ამით თქვათ, ასე თქვათ, ამით დიდი ბიზნესები ქონდათ და თქვათ ძალიან ბევრ ფულს შეულობდნენ. ასევე იყვნენ ძალიან მარტივი ღარიბი ხალხი, ბებიები, რომლებიც თქვათ დილასtildeდნენ მაღაზიაში იაფად და საღამოს თავის ახტოპიდან იგივე ჩულკებს და რაღაც თქვათ ხილბოსტნელს შეიძლება. მეორე ეკონომისტის აზრით ეს მეორე ეკონომიკა, ანუ ეს არაფორმალური ეკონომიკა საბჭოთა სტალინური ეკონომიკის ერთ-ერთი ძალიან დიდი საყრდენი იყო და მის გარეშე ის ვერ გაძლიერდა. და სწორედ მაშინ, რა თქმა უნდა, გაჩნდა ეს დაბრუნდა, უბრალოდ ხელახალი მნიშვნელობა შეიძინა ბლატმა, ეს ბლატის იყო ანუ რაღაცნაირი კავშირები იმისთვის რომ მივიღოთ არაგვარი პრივილეგიები. თუმცა ეს რა თქმა უნდა არნიშნავდა რომ ადამიანები შეძლებულად დაიწყეს ცხოვრება. აგრეთვე 1923 წელს საბჭოთა ადამიანი მოსკოვში, დედაქალაქში, მოიხმარდა პურის ნახევარს და შაქრის 2/3-ს, ვიდრე თქვა ამას მოიხმარდა დედაქალაქის კვირის საუკუნის დასაწყისში. ანუ ძალიან დიდი სიგარები იყო მაინც და ელემენტარული პირობების არ ქონდა. ასევე არაფერს აღარ ვაყოლ იმ შიმშილზე, უკრაინაში გოლოდომორზე მილიონობით ხალხის სიკვდილზე და ასე შემდეგ. ელემენტარული პირობების ნაკლებობა იყო ურბანულ ცენტრებში, იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა ქალაქის მოსახლეობა ინდუსტრიალიზაციის ფარგლებში და ქალაქი ვერ ავდიოდა ამ ქალაქის ინფრასტრუქტურა ვერ ავდიოდა. მაგალითად ძალიან დიდი მაგალითები მომყავს ნამდვილად შემიძლია, მაგრამ 400,000-იან ქალაქში დნეპროპეტროვსკი 23 წელსაც კი არ იყო გამართული კანალიზაცია. და ასე შემდეგ. ასევე ამ ურბანიზაციას მოყვა ძალიან მწვავე საბინაო კრიზისი. და ყველასთვის ცნობილი არ იყო საცხოვრებელი სივრცე და ყველასთვის ცნობილი კომუნალკები მაშინ ფუგონებაც კი იყო. არაფერს არ ვაყოლ ცალკე გავაყოფილ ბინებზე, რომლებიც პრივილეგირებულ ხალხს ჰქონდა. ოღონდ საინტერესო თემაა კომუნალური მიანდრობა, რომელიც ადრეული საბჭოთა ფილოსოფიურ იდეალებს შორის ერთ-ერთი იყო, რომ ადამიანებს უნდა ეცხოვროთ ერთად კომუნალურ სივრცეში და რადიკალური არქიტექტორები მაშინ 20 წლებში ადიზაინებდნენ დიდ კომპლექსებს, სადაც ბევრი ოჯახი ერთად იცხოვრებდა, სადაც გამოყოფილი იქნებოდა კომუნალური სამზარეულოები და საბავშვო ოთახები და ასე შემდეგ. და მაგალითად ერთ-ერთ ახალ ინდუსტრიულ ქალაქში, მაგნიტოგორსკში, ბინები ცალ-ცალკე აშენდა სამზარეულოების გარეშე, რადგან ყველა შეედო ეკვება საერთო სასადილოში. თუმცა ეს ახალი მშენებლობები გასაგებია, მაგრამ ძველ სახლებში შემთხვევა იყო უფრო სხვა, უბრალოდ ძველ სტანდარტულ სახლებში იყო გადაკეთებული კომუნალურობა. სტანდარტულად ერთი ოჯახი ცხოვრობდა როგორც წესი ერთ ოთახში. ტუალეტსა სამზარეულოს გარეშე. ეს 5 წლების დროინდელი 22-დან
პირველ 5 წელი ვაზარდო 90-მდე, ამ დროს დიდად ასე იყო. ეს ურბანულ გარემოში. ამ კრიზისზე ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ მიხეილ ჯავახიშვილთან მაგალითად სადაც ის წერს ჯაყოს ხიზნეში. დროება კიდევ ერთხელ გამოიცვალა. თეიმურაზ ხევისთავი რევოლუციის სარეწაო მანქანაში ჩავარდა. ერთ დღეს თეიმურაზ, რომელიც 6 წლიან ბინაში ცხოვრობდა, ზაბრიანები და შავხელა მუშები მიადგნენ და უთხრეს. ამხანაგო შემოკვდით. თეიმურაზი და მარგო დამოკდნენ და სამ ოთახში დაბინავდნენ. კიდევ გავიდა ხანი. კიდევ მიადგნენ თეიმურაზს და უთხრეს. ამხანაგო ცოტა კიდევ შემოკვდით. თეიმურაზი და მარგო ერთ პატარა ოთახში მიჭეჭყეს, ხოლო 5 ოთახში მუშები და მათი ცოლ-შვილი ჩასახდნენ. მსგავსი ბედი ეწია პროფესორ პრეობრაჟენსკის ბულგაკოვის წიგნში „ძაღლის გული“. თუმცა ეს ორივე მე უბრალოდ მახსოვდა და მე ნახე ორივე დაიწერა ნეპის დროს. და ერევ დაწერილი იყო შეიძლება არ მეცეთ საშუალება გამოყენებული იყო, არ ვიცი, მოკლედ მოიჩეს ნეპის დროსაც საკმაოდ იყო ეს კრიზისი. ირონიული ის იყო, რომ კომუნალური საცხოვრისები კი არ უწყობდნენ ხელს ყველაფრის კომუნალიზაციას, არამედ პირიქით ხელს უწყობდნენ კერძო საკუთრების ჩამოღაუჭებას. ოჯახები მკაცრად იცავდნენ საკუთარ ჭურჭელს, ავლებდნენ სადემარკაციო ხაზებს და იბრძოდნენ სასიცოცხლო სივრცისთვის სამზარეულოში. და ასე შემდეგ. ამ თემაზე ძალიან ბევრი სატირული მოთხრობა არსებობს. მიხეილ ზოშიკოს განსაკუთრებით ბევრი აქვს. სიტუაცია ასევე აღწერილია ილფის და პეტროვის რომანებში. უცხოაშოს ილფის და პეტროვის მილიონერი, ესე იგი, იმაში და ოქროს ხმოში არის აღწერილი სიტუაცია, სადაც არის ადამიანმა რომელიც შევა მილიონები, საავადმყოფო ეს მილიონები შევა სამხედრო კომუნიზმის და ნეპის დროს და მაგრამ ამ მილიონს და 1 მილიონს ძალიან ცდილობს რომ დამალოს და ცხოვრობს 40-მანათიანი ხელფასზე, რადგან ძალიან აკრეულ უნდა ხარჯოს. მეორე მხარეს იყო ამ ურბანულ ცხოვრებაში, ესე იგი შესაძლებლობის ილუზიას ქმნიდნენ საბჭოთა ფუნქციონერები და ამაში განსაკუთრებით გაწაფული იყო მიკოიანი, ანასტას მიკოიანი. ანუ მისი თქვათ შემოტანილი თუ როგორ თქვა არ ვიცი იყო საბჭოთა ფრანკფურტერის ზეხვი მაგალითად. გახდა მასე ის ამბობდა, აი ფრანკფურტერის ზეხვი ესეთი კაპიტალისტური ბურჟუების საკვები არის ახლა მასებისთვის ხელმისაწვდომი. და იყო ეს ძალიან ასეთი ლოზუნგები. საბჭოთა ქალი მოსკოველი ქალი უკვე მოიხმარს ოდეკონომს. ან თქვენ იცით რა არის კეჩუპი? კეჩუპი აღწერილი იყო კეჩუპი, როგორ ყველა ამერიკულ ოჯახში და რესტორანში დევს მაგალითად კეჩუპი, რომელიც არის კარგი საწეველი ხორცისთვის, თევზისთვის და ასე შემდეგ. ძალიან ცდილობდნენ გარკვეული კონსუმერიზმის საბჭოურად თარგმნას. ესე იგი, ვინც ქონდა პრივილეგიები, ვინ იყო პრივილეგირებული ამბობაში, ეს იყო ამდენიმე საზოგადოებრივი ჯგუფი. პირველ რიგში ეს იყო, რა თქმა უნდა, პარტიული მუშაკები. მეორე რიგში და რაც ჩვენ არ დაგავიწყდეს, ეს იყო პარტიული ინტელიგენცია, მაინც პარტიული არბოთში ინტელიგენცია, ანუ პოეტები, დამწერლები, გურკი და ეგეთი სახის ადამიანები, რომელიც მაინც ერთი შეხედვით ალბათ ვიღაცა შეიძლება იფიქროს, რომ არ არის ეს ხალხი საჭირო საბჭოთა კავშირისთვის, მაგრამ მაინც საჭირო იყო, როგორც ჩანს. იყო სტახანოველები, ეს ნუ გონიათ რომ ეს თუ არ უნდა გოგონოს რომ ეს იყო ადამიანები, ვინც დღეღამში 40 და 80 საათი მუშაობენ შახტებში, ეს იყვნენ. ეს იყო რაღაცა ტიპი ადამიანების, რომლებიც უბრალოდ რაღაცა იწოდა სტახანოველები რაღაცა დამსახურებიდან, ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ბიუროკრატები საბოლოოში, სტახანოველი ბიუროკრატები ასე.
და ასევე ინჟინერები იყვნენ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ინდუსტრიალიზაციის დროს ინჟინერები ცენტრალური არიან. პრივილეგიები რა იყო? მაგალითად სპეციალური მაღაზიების ქსელია, როგორც ვამბობდით, რომ მაღაზიები იყო განსხვავებული, თქვათ, ჩვეულებრივ მაღაზიებში ჩვეულებრივ მაღაზიები, ადამიანებისთვის იყო მაღაზიები და ასევე იყო სპეციალური მაღაზიები, რომელშიც შეუძლებელია მარტო აი პრივილეგირებულ ადამიანებს და იქნებ კიდე განსხვავებები იყო, რომ თქვათ პარტნიორშაპებს თქვათ შეეძლოთ ისურვონ სხვა მაღაზიაში, ანუ ეს მაღაზია მაღაზიაში არ ქონდა თქვათ ლექს მისთვის საშუალება ასე შემდეგ. მაგალითად ზოგიერთ ქარხანას ქონდა 4 ბუფეტი. ესე ერთი იყო ტოპ მენეჯერების, ანუ ქარხანის ტოპ მენეჯერების, ხელმძღვანელების, მეორე იყო საშუალო მენეჯერების, მესამე იყო ეგრეთ წოდებული დამწყვლელი მუშებისთვის, ანუ უდარნიკებისთვის, იმპერს მუშაობენ და მეოთხე ჩვეულებრივი მუშებისთვის. ეს 4-ვე სხვა სართულებზე იყო ეს ბუფეტები. ანუ ალბათ სხვა საჭიროებიც იყო. ან შეიძლება არც იყოს სხვა საჭიროებები, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. პრივილეგია მაინც არსებობს. ხო, მოდი შევამოკლებ ცოტას და გადავალ ასკნოზე. როგორი იყო კიდევ ერთხელ ყოფა მაშინ. ესე იგი, აქ ძალიან მომეწონა ეს ფიცპატრიკის წიგნში ეს ხუმრობა, ანეკდოტი, ესე იგი, მირბიან საბჭოთა კურდღელები პოლონეთში. და იქ საზღვარზე ეკითხებიან, რომ რატომ ვერ მიხართო და ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირში დევნა გამოცხადდა აკლიმებზეო. და კი მაგრამ თქვენ აკლიმები ხო არ ახართ? ახლა ეგ იმათ აუხსენიო. ხოდა ანუ აქ მორალი არის ის, რომ ტერორისტ და პრივილეგიებს აბსოლუტური უსისტემობა იყო. არავინ არ იცოდა ესე იგი მოსმენები და ეს ყოვლისმოქმედი ამ ყველაფერი მოიტანა ის, რომ ესე იგი არასდროს არ იყო ცოდნა იქნებოდა უახლოეს მომავალში და ამიტომ ჩვეულებრივი ხალხი პასიური და ფატალისტური იყო. შეგრძნება, რომ ადამიანი არ აკონტროლებდა საკუთარ ბედი-იყვას. ნუ ნებისმიერ მომენტში რაღაცა შეიძლება მოგივიდეს, თუ არ შენახებოდეს. და სხვადასხვა ინტერვიუებში შემდეგ უკვე ეკითხებიან, ამბობენ ეს სტალინიზმის გადარჩენილები რა უნდა გვქნათ ჩვენ რა უნდა გვქნათ, ჩვენ რა შეგეძლო, არაფერი არ შეგეძლო, ანუ მათ საკუთარ ძალას უარყოფდნენ. საკუთარ ესე იგი შესაძლებლობებს, რაც შეიძლება სიმართლეს იყო. და მაგრამ ასევე არ იყო არავითარ სისტემურობას დაკლებული იყო პირიქით. აღზევებაც საკმაოდ ისეთი არ ექვემდებარებოდა რაღაც ლოგიკურ პრინციპებს. ერთი საინტერესო რაც იყო, რომ სტალინის დროინდელ შემორჩენილ დღიურებში წარმოგვიდგა დიდი ადგილი უკავია საჯარო და პოლიტიკური და ან თქო ეკონომიკური საქმიანობის განხილვას. ვთქვათ, ამინდის განხილვას და ასე შემდეგ. და პირადი ცხოვრების და პირადი რაღაცებს ამაზე ნაკლებად ლაპარაკობდნენ ეს დღეების ავტორები. თუმცა მეორე მხრივ რისკიანობა ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელიც იყო, მაგალითად ინდუსტრიაში დასაქმებული ხალხი ვერ შეუძლია რაღაც ნაწილებს, რომელიც აუცილებელი იყო მათთვის და თუ არ ეკიდიდა მათთან იშოვდა მათ ლევა და ასე ვთქვათ შავბადაზე, ის საკმაოდ აღარ იმუშაობდა, მაგრამ მეორე მხრივ ეს რისკიანობაც ფატალურობის ნაწილი იყო, იმიტომ რომ ყველა სიცოცხლე თუ ყველა კეთილდღეობა რა მაინც საფრთხეში იყო, ეს რისკიც უკვე რისკი აღარ იყო. ანუ ადამიანები სხვანაირად არ იქონდნენ, შეიცვალა რაღაც ოჯახის, სიცოცხლის აღქმა ადამიანებში. რომ მიგრაციის ძალიან დიდი ტალღების შედეგად, ტერორის, ოჯახის წევრების სიკვდილის, მასობრივი გადასახლების შედეგად ადამიანები ჩვენ ახლა ალბათ ძალიან გაგვიჭირდება ასეთნაირად ფიქრი ჩვენს ცხოვრებაზე. და ბოლოს კიდევ ერთ ციტატი დავასრულებ.
სტალინის დროინდელი საბჭოთა ადამიანი შეიძლება დაყოფილიყო მარიონეტი ან მარიონეტის ოპერატორი, შემსრულებელი, პატიმარი, ეგრეთ წოდებული დორმოიედი, მტახორა, ლოზუნგების თქმელი და ბევრი სხვა რა. უპირველეს ყოვლისა ეს იყო გადარჩენა აგერჩენის ზღვაზე მებრძოლი.